მარჯანიშვილის თეატრი რუსთავის მეხუთე საპყრობილეში ქალთა კოლონიაში თემურ ჩხეიძეს სასიყვარულო ბარათები გათამაშდა. სპექტაკლში მთავარ როლებს ნანი ჩიქვინიძე და გია ბურჯანაძე თამაშობენ. ღონისძიებას პატიმრებთან ერთად სასჯელახსრულების მინისტრიც დაესწრო. დღევანდელი სპექტაკლით საფუძველი ჩაეყარა კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც სასჯელახსრულებით დაწესებულებებში ეტაპობრივად გაიმართება. ეს ის კატახობა არის მესამე კლასის სწავლობ. თამაშობთ გარნეის ამერიკელი ავტორია სასიყვარულო ბარათებს. საკმაოდ დიდი ხანია ვთამაშობთ საერთოდ ამ სპექტაკლს და უნდა გითხრათ, რომ აი ესეთი გამორჩეული დღე, სადაც ვართ ახლა, ნამდვილად არ მქონია. საკმაოდ საინტერესო ისტორია ქალის და კარსის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის საინტერესოა და ყოველთვის განსაკუთრებულია და არასოდეს არც ერთი ურთიერთობა მეორეს არ გავს. აქაც ესე არის მოყვანილი და თან არის ამათი ცხოვრება თითქმის მთელი მათი 6 წლიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე მიწერ მოწერის სახით. დასაქმების ადგილების შექმნა, რაზეც ზრუნავთ და რაც ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული სტრატეგია სამომავლოდ, ეს მუდმივი შეხვედრების საზოგადოებასთან, ოჯახის წევრებთან პაემნების ხანგრძლივობის და რაოდენობის გაზრდა, ეს კონცერტები, რაღაც თეატრები, სხვადასხვა ტიპის პოეზიის საღამოები, რომლებიც მთელი კალენდარი გაკეთებული არა მხოლოდ აქ, არამედ ყველა დაწესებულებაში. ეს არის შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ შეიცვალოს დამოკიდებულებაც ციხის მიმართ და პატიმრის მიმართ, რომ ეს იყოს არა მხოლოდ დასჯის ადგილი, არამედ რესოციალიზაციის ადგილი.